5 წლის ანა მარია ფოთლებისგან დანთებულ კოცონთან თბება, რადგან ღატაკ ოჯახში არც გაზის გამათბობელია, არც შეშის ხუმელი და არც თბილი საბანი. ავადმყოფ მამას არ შეუძლია ტყეში წასვლა, ხმელი ფიჩხების შესაგროვებლად. საბრალო დედა კი ახალდაბადებულ ანდრიას ვერ დატოვებს სახლში მარტოს. ამიტომ სიცივესთან ბრძოლის ერთადერთი გზა ფოთლებისგან დანთებული კოცონია. ეს კი ანა მარიას სამიგო, 3 წლის ლაზარია. პური და წყალია დღეს ბავშვის ადილი. შეხედეთ დაცმის თვალებს, სიტყვები აქ ზედმეტია. მათი ქურთუკები ისეთია, როგორცაც მხოლოდ ნაგავს აღრელზე ნახავთ. ღმერთო, როგორი უსამართლობაა, როცა პატარა ბავშვებს ახალი წლის მოახლოება და თოვლის მოსვლა არ უხარიათ იმის გამო, რომ თბილი სამოსი და ფეხსაცმელი არ აქვთ. შეხედეთ გოგონას თვალებს, მათში ვედრებას ამოიკითხავთ. დიახ, ბავშვი თვალებით გვთხოვ შველას. ოზაშვილების ღატაკ ოჯახში ბავშვები არ ოცნებობენ სათამაშოებზე, არც დაცვის ხია მათი ოცნება. ბავშვები მხოლოდ იმაზე ოცნებობენ, რომ დღისით თბილი სამოსი ეცვათ, ღამით კი თბილი საბანი ეხუროთ. ღვთისმიერო ადამიანებო, არ მივატოვოთ ეს პატარა ანგელოზები ზამთრის ყინვასთან ბრძოლაში მარტო. მათ ხომ ჩვენ გარდა არავინ ჰყავთ. თბილი საპნები, პრედები, პატარა გამათბობელი და ზამთრის სამოსი. ნუ თუ ეს ძვირად ღირებული ოცნებაა. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.